პირველ რიგში უნდა გკითხოთ ცოტა ხნის წინ გაავრცელა კულტურის სამინისტრომ განცხადება, რომ ბატონი დავით დოიაშვილი სამხატვრო ხელმძღვანელი არის გათავისუფლებული, ვინაიდან ის არ ასრულებდა სახელმწიფო ვალდებულებებს, რაც თეატრებმა უნდა შეასრულოს. თქვენი შეფასება მაინტერესებს. იცით რა არის, რომ ჩვენ რატომღაც მიგვაჩნია ესე, რომ თუ ხარ ან მსახიობი, ან რეჟისორი, ან მხატვარი, რაღაცნაირად ასე თქვა ზე აღმატებული, ეგრეთ წოდებული ინტელიგენციის წარმომადგენელი, რაღაცა ზე აღმატებული ფუნქციები და პედესტალები და მორალური უფლებები გაგაჩნია. და შეიძლება შენზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს არ ასრულებდე ჯეროვნად, მაგრამ ამისათვის იღებდე შესაბამის სახელმწიფო დაფინანსებას. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ვიღაცას თავისი აზრი, თავისი პოლიტიკური შეხედულება, სიმპათია არ გააჩნდეს და ასე შემდეგ. აქ საუბარი არის იმაზე, რომ შენ სახელმწიფო გაფინანსებს, გნიშნავს გარკვეულ პოზიციაზე გარკვეული უფლება-მოსილებების განსახორციელებლად. შენ ამ უფლება-მოსილებებს არ ახორციელებ ელემენტარულად და ბუნებრივია აქ დგება უკვე საკითხი შენი ამ თანამდებობაზე ყოფნა არ ყოფნისა. სხვათა შორის ჩვენ თუ დავაკვირდებით მათ შორის დასავლეთის გამოცდილებასაც და ეს ახლა ყველაზე მკაფიოდ სხვათა შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩდება, სახელმწიფო დაფინანსებები უჩერდება, მათ შორის უმაღლეს სასწავლებლებსაც კი, რომლებიც იმ პოლიტიკას არ ატარებენ, იმ საქმეს არ აკეთებენ, რაც სახელმწიფოს ოფიციალურად განცხადებული პოლიტიკა ან კანონით აქვს დაკისრებული ამა თუ იმ ობიექტს თუ სუბიექტს განახორციელოს ესა თუ ის უფლებები. ზოგადად, აი ამ ჭრილში უნდა დავინახოთ ეს ყველაფერი და ხა როდესაც ამბობს რეჟისორი, რომ მე თეატრში არ დავდგა და თეატრი დაკეტილი მეყოლება და ვივლი გარეთ, მაგრამ არც გარეთ არ დადის და საერთოდ რა ხდება ამ თეატრში ახლა არავინ არ იცის. ბუნებრივია, რომ დგება საკითხი, ეს უწყვეტი დაფინანსება მიდის, მაგრამ შედეგი, რაც თეატრმა უნდა დადოს, არ ჩანს. ამიტომ იქნებ სხვა მოვიდეს, ვინც თეატრს ასე ვთქვათ, სიცოცხლეს ახლიდან შთაბერავს, გააცოცხლებს და ნამდვილ ხელოვანს შეუძლია თეატრში გაცილებით მეტი თქვას, ვიდრე რუსთაველზე დგომით.